ცხოვრობთ ერთ სახლში, ხართ ოჯახის წევრები, ან ერთ ოფისში მუშაობთ და მაინც ზოგს ემართება გაციება, ზოგს არა. არიან ადამიანები დაახლოებით ყოველ მეოთხე ადამიანი, რომელსაც გაციება პრაქტიკულად არ ემართება წლის განმავლობაში. და არიან ადამიანები, რომლებსაც ემართებათ წელიწადში 12 ჯერ. და რა არის საიდუმლო ასეთ იმუნიტეტში, რომ ზოგ ადამიანს განსაკუთრებული იმუნიტეტი აქვს, არცივდება ზოგი ადამიანი პირიქით ძალიან ადვილად. და როგორ შეგვიძლია ჩვენ რომ გავიუმჯობესოთ იმუნიტეტი, ჩვენ ვისაც სუსტი იმუნიტეტი გვაქვს, სრულად ვერ დავემსგავსებით იმათ, ვისაც ბუნებრივად კარგი იმუნიტეტი აქვს, მაგრამ მნიშვნელოვანი გაუმჯობესება შესაძლებელია და ამაზე ვისაუბრებთ, როგორ შეიძლება გავაკეთოთ ეს. პირველი, რაც არის აუცილებელი და ყველაზე მთავარი, რასაც ვიტყოდი, არის ძილი 7 საათზე მეტი. შენ თუ დღის განმავლობაში 7 საათი არ გძინავს, 72%-ით ეცემა natural killer-ები ქვია, ესეთი უჯრედებია, ამ უჯრედების აქტივობა, რომელიც პირველი რიგის ჯარისკაცებია ვირუსების წინააღმდეგ. შენ თუ 7 საათზე ნაკლები გძინავს ყოველ ღამე, რამდენიმეჯერ გაზრდილი გაქვს იმის რისკი, რომ გაცივდეს შემდეგ დღეს. ამიტომ პირველი საიდუმლო არის ძილში. ყოველ ღამე 7 საათი მაინც უნდა გეძინოს. და მეტიც 7 საათი უნდა გეძინოს ღამე, არა დღისით. ანუ მნიშვნელობა აქვს ცირკადულ რიტმს. მნიშვნელობა აქვს ღამის საათებს და მნიშვნელობა აქვს, რომ პირველი 3-4 საათის განმავლობაში ხდება ამ NK უჯრედების აღდგენა. ამიტომ ძილი არის ნომერ პირველი, რაც შეიძლება ადამიანმა გააკეთოს უკეთესი იმუნიტეტისთვის. მეორე არის D ვიტამინი. D ვიტამინის დეფიციტი პოპულაციის თითქმის 40%-ს აქვს, ანუ ექსტრემალურად გავრცელებულია D ვიტამინის დეფიციტი. ადამიანებს, რომლებსაც D ვიტამინი არ აქვთ 30-დან 50 ნანოგრამ მილilitrზე. მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი არის იმუნიტეტისთვის D ვიტამინი. ადამიანებს, რომლებსაც D ვიტამინის დეფიციტი აქვთ, მათ იმუნიტეტი შემცირებული აქვთ. კატელიცინდები, ეგეთი ცილებია მოკლედ, რომლებიც ებრძვიან ვირუსებს, მათი სინთეზისთვის D ვიტამინი აუცილებელია. ასევე D ვიტამინი აუცილებელია იმუნური უჯრედების, T უჯრედები ქვია ამ იმუნური უჯრედებს, T ლიმფოციტები და მათი მოდულაციისთვის. მოდულაცია ნიშნავს, რომ მოკლედ აგრესიული ამ ეს უჯრედები ზოგჯერ არიან ძალიან აგრესიულები და ზოგჯერ საჭიროა უთხრა, რომ ანუ ამ აგრესიული ფორმიდან გადადი არააგრესიულ ფორმაში, გამოიწვენ ნაკლები ანთება, მაგრამ იყავი მეტად ყურადღებით. დაახლოებით ეგეთ რაღაცას აკეთებენ, რომ აგრესიული უმისამართო ფორმიდან გადაყავთ უფრო პროაქტიულ ისეთ ფორმაში, რომელიც უფრო მნიშვნელოვანია ვირუსებთან ბრძოლისთვის. ანუ იმუნური სისტემის მოდულაციას ახდენენ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იდეალური არის D ვიტამინი თუ გექნება 30-დან 50-მდე ნანოგრამი მილilitrზე. 50-ზე ზევით სასურველი არ არის, იმიტომ რომ იზრდება კენჭების რისკი თირკმელში და ჰიპერკალცემიის რისკი და ბენეფიტები არ იზრდება. 30-ზე ნაკლები არ არის სასურველი, იმიტომ რომ ადამიანს იმუნიტეტი უსუსტდება. ამიტომ თუ ადამიანს აქვს D ვიტამინის დეფიციტი, იმუნიტეტის გაუმჯობესება შესაძლებელია D ვიტამინი. თუ D ვიტამინის დეფიციტი არ გაქვს, ყვილად მიიღო D ვიტამინი ბენეფიტებს არ მოგიტანს, ან მოგიტანს ძალიან ცოტას და მინიმალურს. იდეალური დოზირება, სხვა დოზირების რეჟიმები არსებობს, მოკლედ, ძალიან დიდი დოზით დაწყებული, მცირე დოზით დამთავრებული. იდეალური, რაც ხანგრძლივი მიღებისთვის მიიჩნევა უსაფრთხოდ და ეფექტურად, არის 1000-დან 2000-მდე საერთაშორისო ერთეული დღის განმავლობაში. საკვებთან ერთად, ცხიმიან საკვებთან ერთად, რათა მის შეწოვა D ვიტამინი არის ცხიმში ხსნადი ვიტამინი და მისი შეწოვა ადვილად ხდება საკვებთან ერთად. ამიტომ საკვებთან ერთად მიღება მიიჩნევა საუკეთესოდ.
მესამე ყველაზე მნიშვნელოვანი რაც უნდა ვთქვათ იმუნიტეტისთვის არის პრობიოტიკები, ზოგიერთი პრობიოტიკი, არა ყველა და პრობიოტიკები რას აკეთებენ? რამდენიმე რამეს აკეთებენ? იმუნოგლობულინის 100 სინთეზს აუმჯობესებენ, ლორწოვანი გარსების ბარიერულ სისტემას აუმჯობესებენ და T-ლიმფოციტების მოდულაციას უფრო ეფექტური რეაქცია და ბრძოლა აქვს ვირუსების წინააღმდეგ ამ შემთხვევაში. პრობიოტიკებს რამე მნიშვნელოვანი გვერდითი ეფექტები არ აქვს. ადამიანები, რომლებიც პრობიოტიკებს რეგულარულად იღებენ, დაახლოებით 30%-ით ნაკლებად ემართებათ გრიპი და გაციება. ბავშვები, რომლებიც პრობიოტიკებს იღებენ, ნაკლებად ჭირდებათ ანტიბიოტიკები და უფრო მოკლე გაციებების პერიოდი აქვთ. ოღონდ პრობიოტიკის მიღება სჭირდება რეგულარობა. უნდა მიიღო მუდმივად, უნდა მიიღო გრძელვადიანად. 4 კვირა საჭიროა იმისთვის, რომ ორგანიზმის ეს იმუნური სისტემა გაუმჯობესდეს. ისე არ არის, რომ გავცივდე და ეხლა პრობიოტიკების დალევა დავიწყო, არა, წინასწარ უნდა დაიწყოთ პრობიოტიკების დალევა. მეტიც თუ შეწყვეტ პრობიოტიკების დალევას, დაახლოებით 1 თვის განმავლობაში ეს ეფექტი შესუსტდება და იმ ბენეფიტებს, რასაც პრობიოტიკებით იღებდი, დაკარგავ. მეორე მნიშვნელოვანი გასათვალისწინებელი რაც არის პრობიოტიკებზე არის, რომ ხშირად ეს პრობიოტიკები აუცილებელია შეინახო მაცივრის ტემპერატურა, ან სამაცივრეებია, ან უნდა ეწეროს, რომ სტაბილურია, ზოგიერთი შტამი არის სტაბილური ოთახის ტემპერატურაზე, ზოგი საერთოდ მოხარშვისასაც სტაბილურია, მაგრამ უნდა ეწეროს, რომ გამძლეა ოთახის ტემპერატურაზე, ეს მნიშვნელოვანია. ხანგრძლივი მიღებაში იგულისხმება 12 კვირა მაინც, როცა აცივდება, მოკლედ გრიპების და გაციების სეზონი იწყება, მაშინ რომ დაიწყოს ადამიანმა მთელი ზამთარი სვას, სასურველად მიიჩნევა. ლაქტობაცილუს რამნოზუსი, საქარომიცეს ბოულარდი მიიჩნევა საკმაოდ კარგ პრობიოტიკებად, რომელზეც ჩატარებულია კვლევები, რომ ეფექტურია გრიპი და გაციების წინააღმდეგ. მეოთხე რისი გაკეთებაც შეგიძლიათ არის ვიტამინი C. ვიტამინი C ერთი რომ ძლიერი ანტიოქსიდანტია და მეორე არის აუცილებელი იმუნური სისტემისთვის. აუცილებელია იმისთვის, რომ იმუნურმა უჯრედებმა ვირუსი მოკლას ეფექტურად. აუცილებელია იმისთვის, რომ იმუნური უჯრედები გამრავლდნენ, როცა ინფექციაა, ისინი მოიხმარენ ვიტამინ C-ს განსაკუთრებული რაოდენობით. ბავშვებშიც და დიდებშიც თუ კი ვიტამინ C-ს იღებენ, გრიპი და გაციება უფრო შემოკლებულია და უფრო მსუბუქად მიმდინარეობს. ადამიანები, რომლებიცაც დიდი სტრესი აქვთ, განსაკუთრებით მარათონელები, ჯარისკაცები, ფიზიკურად ვინც ბევრს მუშაობს და დღის ბოლოს, მარტივად რომ ვთქვათ, რომ დღის ბოლოს ვინც გამოფიტული მიდის სახლში, C ვიტამინის რეგულარული მიღება 50%-ით უმჯობესებს გრიპის და გაციების დამართნის შანსებს, ამცირებს ამ შანსებს. C ვიტამინი უსაფრთხოდ მიიჩნევა, უსაფრთხო და ეფექტურია 200-დან 1000 მილიგრამამდე. მეტის მიღება არ არის საჭირო, იმიტომ რომ ეფექტი არ არის ისეთი მნიშვნელოვანი და თირკმლებში კენჭების რისკს ზრდის და ნაკლების მიღებაც ნაკლებად ეფექტურია. ზოგადად წყალში ხსნადი ვიტამინია და კარგად შეიწოვება ორგანიზმში. C ვიტამინის მიღება შეიძლება დანამატების სახით, ასევე ხილი და ბოსტნეულის სახით, კივი, ციტრუსები, ვაშლი, პორტოხალი და ასე. ბევრი ხილი შეიცავს C ვიტამინს, განსაკუთრებით კივი, ციტრუსები ცნობილია თავისი მაღალი და მწვანეს, რასაც ხედავთ კი ბოსტნეულები, დიდი რაოდენობით აქვთ ხოლმე როგორც წესი C ვიტამინი და ხილი და ბოსტნეულის მიღება C ვიტამინის იმით ჯობია, რომ C ვიტამინთან ერთად იღებს სხვა ანტიოქსიდანტებს, სხვა ვიტამინებს და მინერალებს, ანუ სრულყოფილ ფორმულას იღებ რეალურად. მეხუთე რასაც ვიტყოდი არის მწვანე ჩაი. მწვანე ჩაის ექსტრაქტი EGCG გაგიგიათ ალბათ, საკმაოდ ცნობილია ბევრი მიმართულებით, მათ შორის მწვანეში კლებისთვის და როგორც ანტიოქსიდანტი და ასე. ასევე
არის კვლევები, რომლის მიხედვითაც ადამიანები, რომლებიც იღებენ მწვანე ჩაის ექსტრაქტს, ან მწვანე ჩაის 3-დან 5 ჭიქამდე დღის განმავლობაში დაახლოებით 20%-ით ნაკლებად ემართებათ გრიპი და გაცემა. ან მწვანე ჩაისაც დიდი მნიშვნელობა აქვს, ანტივირუსული მოქმედება აქვს და ანტიოქსიდანტებს შეიცავს კიდე დიდი რაოდენობით. ოპტიმალური დოზა 3-5 ჭიქაა ჩაი თუ ჩაიცვალ, თუ არა და 300-400 მილიგრამი სტანდარტიზებული ექსტრაქტი მწვანე ჩაის, რომელიც იყიდება კაფსულებში, როდესაც უნდა შეუძლია იყიდოს და 1-2 კაფსულა მიიღება ხოლმე დღის განმავლობაში. 800 მილიგრამზე მეტი მიიღება არ არის სასურველი დღიური დოზა. მეექვსეს ვიტყოდი თუთიას. თუთია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიკროელემენტია ბევრი იმუნური რეაქციისთვის და არა მარტო იმუნური რეაქციებისთვის, ზოგადად ფერმენტებისთვის, ადამიანს 300-ზე მეტ ფერმენტულ რეაქციაში ჭირდება თუთია. თუთიას ადამიანები არ გავენ ადვილად, ამიტომ თუთიის დეფიციტი საკმაოდ ხშირია. თუთიას თუ კი იღებს ადამიანი, მას უმოკლდება გრიპის და გაციების სიმპტომების დრო. განსაკუთრებით საწუწნ თუთიაზეა საუბარი. საწუწნი თუთიის მიღება რეკომენდირებულია 75 მილიგრამი უნდა იყოს დღიური ჯამური დოზა. სასურველია რომ არ გადააცლებს გაყოფილი რამდენიმე ჯერ. თუ კი მიიღებს საწუწნი აბების სახით, რამდენიმე საწუწნი აბი უწევს დღის განმავლობაში, როცა გაციებულია. შესაძლებელია, რა თქმა უნდა, როგორც საკვები თანამატების ესე მიიღება, კაფსულებით არის იყიდება ჩვეულებრივ თუთიაც. ეგეც ეფექტურია, ოღონდ დოზას აქვს მნიშვნელობა. დღეში 40 მილიგრამს არ უნდა გადააცილოს ადამიანმა. თორე იწვევს სპილენძის დეფიციტი. სპილენძის დეფიციტი კიდევ ცალკე პრობლემაა. ამიტომ მაღალი დოზით დიდი ხნის განმავლობაში თუთიის მიღება არ არის რეკომენდირებული. დაბალი დოზით პრობლემა არ არის, ასევე პრობლემა არ არის მაღალი დოზით რამდენიმე დღით, რომელიც გრიპი და გაცების სიმპტომებს ამცირებს. და მეშვიდე და მნიშვნელოვანი იმუნური სისტემის არის ვარჯიში. ვარჯიში ოპტიმალური არის დღის განმავლობაში დაახლოებით 45 წუთის აერობული ვარჯიში. აერობული ვარჯიში უნდა იყოს საშუალო ინტენსივობის, არც ძალიან ჩქარი და არც ძალიან ნელი. სწრაფი სიარული, ნელი ზუნზული, ველოსიპედით სიარული, ცურვა, ცეკვა, ესენი არის ჯამში აერობული ვარჯიშის ფორმები. აერობული ვარჯიშის დროს ინტენსივობა უნდა იყოს ისეთი, რომ შენ შეგეძლოს ლაპარაკი, მაგრამ გული აჩქარებული უნდა გქონდეს და სუნთქვაც აჩქარებული უნდა გქონდეს და ამას გრძნობდე, მაგრამ საუბარი შეგეძლოს. თუ ერთი სესია ვარჯიშის მიმდინარეობს 90 წუთზე მეტ ხანს, ეს პირიქით ამცირებს იმუნიტეტს, ანუ იმუნიტეტს ეს არ აძლიერებს. შეიძლება იფიქროს ადამიანმა, რომ თუ 9 საათი ვარჯიში კარგია, საათ-9 ვარჯიში უფრო კაი იქნება. არა, საათ-9 და მეტი ვარჯიში იმუნიტეტს აქვეითებს იმ მომენტში, ამიტომ არ არის სასურველი თითო სესია 45 წუთზე მეტი ხნის განმავლობაში იყოს. დღეში თუ თქვა 45 წუთ სესიანი 1-2 სესია ექნება ადამიანს, ეგ პრობლემა არ არის და ეგ ცუდი არ არის, მაგრამ ერთი ვარჯიშის დროს საათ-9 და მეტი არ უნდა ივარჯიშოს ადამიანს, სასურველი არ არის. ასევე ძალისმიერი ვარჯიშები თუ ძალიან მაღალი დატვირთვით ვარჯიშობს ადამიანი, იმუნიტეტს ასუსტებს, თუ საშუალო დატვირთვით ვარჯიშობს, იმუნიტეტს აძლიერებს. აქაც ძალისმიერი ვარჯიშის დროსაც კვირაში 2-3 ჯერ არის რეკომენდირებული და სასურველია, რომ კუნთის ძალის დაახლოებით 70-75% იქნებს გამოყენებული ვარჯიშებისას და არა მაქსიმუმი და არა 85%-ზე მეტი. იმისთვის რომ იმუნიტეტმა თავის მაქსიმალურ დონეზე იფუნქციონიროს. ეს იყო რის თქმაც მინდოდა. მადლობა რომ მისმენთ, მადლობა რომ გაინტერესებთ. თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები და სურვილი გაქვთ და თვლით რომ კარგ საქმეს ვაკეთებ და ადამიანებს ვეხმარები და შესაძლებლობაც გაქვთ, შეგიძლიათ დონაციები გააკეთოთ. დონაციებისთვის მითითებული მაქვს ანგარიშის ნომრები აღწერაში, ასევე პატრეონზე შეგიძლიათ გააკეთოთ დონაციები, ვინც პატრეონი იცით რა არის და პატრეონის ლინკი მიდევს ასევე აღწერაში. აი ეს იყო რის თქმაც მინდოდა. მადლობა რომ მისმენთ, მადლობა რომ გაინტერესებთ.